ვისაუბრებთ ოკუპაციის შედეგებზე. 45 ლარიანი შემწეობა, ათეულობით 1000 ოჯახი, რომელიც ბინას ამ დრომდე ელოდება. ბოლო დღეებში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემამ თავი ძალიან მწვავედ შეგვახსენა. შეგვახსენა, იმიტომ რომ სამართლიანად უნდა ითქვას 32 წელია დროდადრო მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას საზოგადოებაც და მედიაც ტრაგიკული ფაქტების შემდეგ უთმობს. 27 იანვარს ოჩამჩირიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად დევნილთა სააგენტოს წინ თავი დაიწვა. 44 წლის კაცი და მისი 4 სულიანი ოჯახი 12 წელია თავს თემქის გამგეობის ყოფილი შენობის მეოთხე სართულზე ერთ პატარა ოთახს აფარებდა. ის უშედეგოდ ითხოვდა ბინას. მანამდე უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტზე მსხვერპლა 52 წლის ზურაბ ქირია გუდაუთიდან. 2022 წელს დევნილი კაცი პროტესტის ნიშნად სასტუმრო ქართლიდან იმ ავარიული შენობიდან გადმოხტა, სადაც ცხოვრობდა და გარდაიცვალა. მაშინ იყო მძლავრი პროტესტი, პასუხისმგებელ პირად იმ დროს გამოარჩიეს დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრი, ითხოვდნენ მის გადადგომასაც. ფაცაცია ირაკლი კობახიძის სიძეა, ის არ გადამდგარა და კვლავ მინისტრია. როგორია განსახლების პოლიტიკა და აქ არსებული ხარვეზები? დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას. ხშირ შემთხვევაში განაცხადის შეფასება წარმოებდა არა ობიექტურად, არა ჯამური ქულით, არამედ რომელიმე ერთი კრიტერიუმით. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც დაბალქულიანი დევნილები არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ხოლო მაღალქულიანი დევნილი ოჯახები არა. კულების არაერთგვაროვნად განსაზღვრა წარმოშობს სასურველი ოჯახების განსახილველ სიაში ხელოვნურად მოხვედრის რისკს. დასკვნაში ასევე საუბარია ბინების შესყიდვისას დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე. ეს ჩვენი შეფასებები არ გეგონოთ, ჩვენი შეფასება შეიძლება გაცილებით მწვავეც ყოფილიყო. ეს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2024 წელს გამოქვეყნდა და დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის 2020-21 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს მოიცავს. მას შემდეგ ახალი არც გამოქვეყნებულა, საუბრობთ სტუდიაში, შეიცვალა თუ არა ამის შემდეგ რამე, დევნილთა პრობლემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ორი სტუმარი, ვენერო მელღუა, დევნილების ხმა ეს ორგანიზაცია ახლახან დაფუძნდა, წარმატებას უსურვებთ ამ საქმეში და ეკა გამახარია ქალთა ფონდ სოხუმის წარმომადგენელი. მადლობა რომ მოხვდით. დღეს ძალიან მწვავე სხვა საკითხებიც არის, მაგრამ შეუძლებელია ოკუპაციაზე, მართალია საბჭოთა ოკუპაციის დღეა, მაგრამ როდესაც ერთი და იგივე მხარია შემოქმედი ამ ოკუპაციის შედეგებზე შეუძლებელია ვისაუბროთ დევნილების და მათი პრობლემების ჩართულობის გარეშე. ჩვენ წავიკითხეთ ამონარიდები აუდიტის სამსახურის დასკვნიდან, ვინმეს რომ არ ეგონოს რომ რაიმე სუბიექტურ პოზიციებთან გვაქვს საქმე, ძალიან მწვავე შეფასებებია, იმ უსამართლობაზეა საუბარი, რომელსაც ბოლო წელში 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწყვეტა. ხო, მაგრამ ეს ჩამონათვალი ალბათ არ იყო სრულყოფილი და ბევრ რამეს დაამატებდით ალბათ. კი ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ზოგადად დევნილების საკითხი არჩევნების წინ ან ამ ტიპის ტრაგედიების შემდეგ არის ხოლმე აქტუალური და სხვა დროს საწუხაროდ ვერ პოვებს საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ხარისხის დაინტერესებას და საჭირო ხარისხით დაინტერესებას, რომელიც იმას სჭირდება, რომ ამ პრობლემებისგან ერთმანეთი დავიხსნათ დევნილებმა საბოლოო ჯამში. მე არ შემიძლია საუბრის დაწყება გურიის და აჭარაში მიმდინარე აბსოლუტური უბედურებაზე საუბრის გარეშე, მე თვითონ გურიაში გავიზარდე. ჩემი დევნილი ოჯახი გურიაში დასახლდა მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა და აფხაზეთი დავკარგეთ და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც ახლა გურიაში ხდება და რა მდგომარეობაშიც ადამიანებს უწევთ ყოფა. ეს იყო მაშინაც როდესაც ბაღდადში ჩამოწვა მეწყერი და მაშინაც ეს უდიდესი ბრაზი და უსამართლობის განცდა მქონდა და მახსოვს რომ ჩემი თავი დავიჭირე ფიქრში, რომ არ ვფიქრობდი გარდაცვლებზე და ვფიქრობდი ცოცხლებზე, რომლებსაც ისედაც საშინელ სიღარიბეში, საშინელ ეკონომიკურ პრობლემებში მოუწევდათ, რომ დანგრეული სახლები, რაღაცა დაღუპული საქონელი, რომელთაც თავს ირჩენენ, აი აქ მოუწევდათ ამასთან გამკლავება და ამაში იქნებოდნენ მარტო, მე ამაში დარწმუნებული ვიყავი და ასეც მოხდა. და ახლაც ძალიან ბევრს ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვისაც
ჭერი ჩამოენგრათ პირდაპირ. ხო, და ძალიან გულსატკენია, რომ ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამას არ აღიარებს. ხო, აი შალვა პაპუაშვილმა დღეს ასეთი ფრაზა თქვა: სტიქია გრძელდება, სტიქი არა, თოვლი არისო. ანუ ეს ხომ კიდევ დამატებით ტრაგედიაა. აბსოლუტურად, ანუ საერთოდ უბედურება არის ის, რომ საზოგადოების ვალდებულება და ერთ-ერთ რაღაცა სამოქალაქო ვალდებულებად გვექცა ყვირილი, როცა ხედავთ, რომ ადამიანები იღუპებიან. ამაში გვიწევს რაღაცნაირად ყოფნა მაშინ მუდმივ რეჟიმში, ღამე არ დაძინა, გუშინ ღამით, რა ვიცი, არ გვეძინა, მე მგონი არავის, ვინც ყური მაინც ან თვალი მაინც მოვკარით, რაც გურიაში ხდებოდა და რა ვიცი, მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება, რომ დღეს რაც ვითომ მობილიზება გამოხატეს და საბოლოო ჯამში მაინც მოხალისეებს აკრიტიკებდნენ აქეთ იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ ამ ადამიანებისთვის, რომ მათი საკეთებელს აკეთებდნენ, ამის ფონზე ეს რომ არ ყოფილიყო, რაც გუშინ ღამით ხდებოდა, ეს დღეს არ გვექნებოდა ეს შედეგი და იმ ესეც მსხვერპლის ისევ და ისევ ადამიანების სიცოცხლის ფასად. ისევ და ისევ მსხვერპლის. სამოქალაქო სოლიდარობის ძალიან მძლავრ მაგალითებს ვხედავთ ხოლმე, მაგრამ ის პრობლემა, რომელსაც შეეჯახა დევნილი, ხომ და უმკლავდება 32 წელია, ისეთი მასშტაბის არის, რომ აქ სახელმწიფოს ძალიან პროაქტიული ქმედებების გარეშე საზოგადოება ვერაფერს ვერ იცავს, ხო? საუბარი არის რამდენიმე 1000 ოჯახზე 50,000 ცდება, ხომ, რომელიც არის განსასახლებელი. აი რა ქმნის ამ პრობლემას? ნუ თუ შეუძლებელი იყო თუნდაც 2014 წლიდან 2024 წლამდე რომ 45 ლარიანი დახმარება გაზრდილიყო. მე არ მიყვარს ხოლმე პარლამენტარების ხელფასებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, სადაც კი საჯარო სამსახურში საამაყო უნდა იყოს, მუშაობა მაღალი უნდა იყოს ხელფასიც, მაგრამ ჯერ ერთი რა ტიპის შემადგენლობაც ვნახეთ პარლამენტში, რა საქმესაც აკეთებენ 13 წელია ვუყურებთ, მაგრამ მეორეს მხრივ 2.5-ჯერ გაზრდილი ხელფასი, როდესაც დევნილის შემწევა 45 ლარს არ აღემატება, ნუ აი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რა სიტყვით. მოგესალმებით მეც და ძალიან დიდი მადლობა სიმართლე გითხრათ, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების ნაწილის პრობლემატიკისთვის, ეთერის დათმობისთვის. იმიტომ რომ და გადაცემისთვის, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ დევნილები განებივრებული ასეთი ყურადღებით, ძალიან ბევრი გამოწვევა, რომელიც დღეს დევნილის წინაშე დგას და დევნილი საზოგადოების ზოგადად არის საზოგადოების ყურადღების მიღმა და პრაქტიკულად არასდროს არ ყოფილა, ან ძალიან იშვიათად პოლიტიკური თუ სოციალური დღის წესრიგის ნაწილი ეს ყოველივე და ჩვენ საუბრობთ, თქვენ სცადეთ ახლა სტატისტიკის მოყვანა, მაგრამ მე კიდევ უფრო დავაზუსტებ, ჩვენ საუბრობთ საქართველოს მოქალაქეების 8%-ზე 292,000 ადამიანზე, ეს არის 92,000 ოჯახი, რომელთაგან ნახევარზე მეც 52,000 ადამიანს მინიმუმ უწევს დღეს ღირსეული ცხოვრების უფლებისთვის. მე არ ვამბობ მხოლოდ განსახლების, უფლებისთვის ბრძოლა. და ამათგან ეს 52,000 ოჯახი დღეს არის მუდმივ განგრძობით მოლოდინის რეჟიმში, რომელიც ხასიათდება ძალიან დიდი ტრავმატული გამოცდილებით. ამ 52,000 ოჯახისგან მე მინდა გითხრათ, არიან ისეთები, რომლებიც დღეს ცხოვრობენ და დღეს სავალალოდ კვლავ არსებობს 300-მდე დევნილთა განსახლების კომპაქტური ცენტრები, დასახლებები, რომლებიც არასდროს არ იყვნენ გათვლილი, არასდროს არ იყო ეს გათვლილი გრძელვადიანი ცხოვრებისთვის და დღეს არის კიდევ უფრო საშინელ მდგომარეობაში, ამორტიზირებული, ნგრევად მდგომარეობაში და ეს ადამიანები დღეს ის ცხოვრობენ და 22 წელი ელოდებიან რიგს და გარდა ამისა, აი ამ ნაწილში ჩვენ უნდა ვთქვათ კიდევაც და ალბათ ეს ახსნის კიდევაც, რატო ხდება რომ ეს პრობლემა არ გვარდება ამდენი ხანი. ამ კატეგორიაში, ამ 52,000-ში, როგორც წესი, არიან ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ დევნილთა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ცოტა არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ღარიბ ნაწილს, რომლებიც არიან დღეს სოციალური შემწეობის მიმღებები, იმიტომ რომ იმისთვის რომ ისინი გახდნენ პრიორიტეტულები ამ განსახლებისთვის, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი. და წლების განმავლობაში ისინი ამ სიღარიბის წრეში
და აი ამ ქვაბში იხარშებიან და არც ცდილობენ ამ თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ შეიძლება მათ დაეკარგოთ ეს შანსი. ეს არის ძალიან რთული. ამდენი წლის განმავლობაში აი ამ მიდგომას ემორჩილებიან, აი მე არ მინდა უხეშად გამომივიდეს, უბრალოდ მოდით რეალობას გავუსწოროთ თვალი, ეს გადაცემა იმისთვის არის, რომ ღიად ვილაპარაკოთ. აი მაგალითად ელისო იყო მისული რამდენიმე ჩასახლების პუნქტში და არ ვიცი, შიშის გამო თუ სხვა ფაქტორის გამო ადამიანებს არ უნდათ ტელეეთერით გამოჩერა. სხვათა შორის წინასაარჩევნოდ ჩემი სტუმარი იყო პაატა ზაქარიაშვილი და ასეთ ისტორიას მომიყვარო, მაგალითად დაბადების დღეზე რო იკრიბებიან ეს ადამიანები, ვინც ელოდება ახალ ბინებს. არ უნდათ რომ ფოტო გამოდაიღონ ტელევიზორთან თუ მაგალითად ტელევიზორში ფორმულა TV პირველი მთავარი არხია ჩართული და ფოტოს გადასახებად იმეძერთავენ რომ მე ვიღაცამ არ ნახოს რომ აი თქვენ კრიტიკულ მედიას უყურებთ და ამიტომ ბინას არ მოგცემთ. ანუ ამდენი წლის განმავლობაში ეს მეთოდი რო რანაირად მუშაობს? სამწუხაროდ, იცით, როცა ადამიანი საბაზისო უფლებების მოლოდინშია, აი საბაზისო საჭიროების დაკმაყოფილება, აი ძალიან ელემენტარული, ეს არის განსახლება და ისე დევნილებისთვის სახლის ფენომენი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 32 წლის წინ ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, დაიმსხრა ყველაფერი და ჯერ არ იყო ამაზე რა თქმა უნდა ორიენტირებული დევნილი და ცხოვრობდა იქ სადაც ცხოვრობდა და ყოველ წელს იმედით ელოდებოდა დაბრუნებას, მაგრამ შემდგომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონდეს ელემენტარულად ის სივრცე, სადაც შეგიძლია იცხოვრო, განვითარდე, გარდაიცვალო და გაგასვენონ საიდანმე, ხო? აი ეს ერთი მომენტი და თქვენ სწორად ბრძანეთ, სწორედ რომ აი სწორედ ეს კატეგორია ადამიანების, რომლებიც აი ესე რუდუნებით და იმედით ელოდება დღეს განსახლების შესაძლებლობას, სერიოზული მანიპულაციის, შანტაჟის და ინსტრუმენტალიზების მსხვერპლია ამ ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს პრობლემა, მაგრამ ყველა ხელისუფლების ხელში, იმიტომ რომ ისინი არიან წამოკიდებული აი ამ ანკესზე, რომ ნებისმიერი კრიტიკული აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველთვის იქნება, ასე ვთქვათ, შედეგად მოიტანს შენი შანსების, ხო, შექმნით ორგანიზაცია, ხო? ორგანიზაცია არ ვართ, ჩვენ ვართ 3 ადამიანი და Facebook გვერდი. მაგრამ აქ ორგანიზაცია, უკვე Facebook გვერდებს ორგანიზაციის სტატუსი აქვს. იწყება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხო, აი სამწუხარო ტრაგიკული ფაქტის შემდეგ გადაიდგა ნაბიჯები, ადამიანები ჩანს რომ გამოფხიზლდნენ ყოველ შემთხვევაში და რამდენიმე აქციაც გაიმართა, სოლიდარობის მარშიც გაიმართა და რაღაც ისეთ წერტილს მიაღწია ამ პრობლემის გაშუქებამ თუ ყოველ შემთხვევაში აქტუალიზაციამ, რომ ამის დავიწყება უკვე აღარ შეიძლება. აი რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ? პირადად ერთი ადამიანი, რომელიც თავად ხართ დევნილი, რომელმაც არ ვიცი თქვენ რა ბრძოლა გაიარეთ, რამდენად შეეჩეხეთ უსამართლობას, მაგრამ ინტერვიუ ვნახე თქვენი და სახლი ვერ დაარქვით ვერაფერს ამდენი წელი, ხო? რა გზას გადის დევნილი და სახელმწიფოს მხრიდან რა დაბრკოლებებს აწყდება დახმარების ნაცვლად? კი, ეკას ნათქვამს პირველ რიგში სულად ვიზიარებ, ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ამის მიუხედავად რა გამოცდილებაც აი პაატა ზაქარიაშვილის მონათხრობი გაიხსენეთ, ის რომ ინტერვიუებზე არ თანხმდებიან დევნილები ეს გაიხსენეთ და ეკამ ასევე ილაპარაკა შანტაჟის პოლიტიკაზე, ხო, და ამ რაღაცა ბუნდოვანი დაუსრულებელი მოლოდინის პოლიტიკაზე. ამის მიუხედავად, როდესაც დევნილები მიდიან საარჩევნო ურნებთან, ისინი არიან კოლექტიურად ოპოზიციად განწყობილები ყოველი ხელისუფლების დროს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ბაგების ტუტქალაქი, სადაც მე ვცხოვრობდი, მე იქ დღემდე იქ ვაძლევ ხმას, ცოცხალი თავით იქიდან არ ვეწერები, სულ იქ ვაძლევ ხმას, რომ მიზეზია ჩემთვის თან მისვლის და ყოველთვის მიხარია იქ მისვლა. 60%-ზე მეტი აიღო გაერთიანებულ ოპოზიციამ ბაგების ტუტქალაქში. ზუგდიდში და ფოთში მაგალითად იყო ერთადერთი უბანი, სადაც ოპოზიციამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მიუხედავად მის გაყალბებისა მნიშვნელოვანი გამარჯვება აჩვენა და ეს იყო კომპაქტური ჩასახლება დევნილების. და ეს მომიყვა ფოთელმა აქტივისტმა ერთ-ერთმა შეხვედრაზე. ზუგდიდში იყო ასევე რომ კომპაქტურ ჩასახლებებში ზუგდიდის ყველგან გაიმარჯვა ოპოზიციამ. ამით ხარ ისე თქმა მინდა. შეიძლება ღიად არ საუბრობენ, მაგრამ განწყობები სხვა არის. კი ბატონო. და ეს რაღაცა მუდმივი ოპოზიციური განწყობა დევნილების ჩემი გადმოსახედიდან ერთ მნიშვნელოვან რამეს გვეუბნება. ერთი რომ შეიძლება ისინი არ იყვნენ, დევნილები არ ვიყოთ ესეთი ვოკალური ჯგუფი პროტესტში რაღაცა კარგად გამოკვეთილები, როგორც სხვა ჯგუფები, მაგრამ ამის მიზეზი არის ის რაც ხდება მიზეზი მერე იმის რაც ჩვენ ნახეთ 27 იანვარს, ხო? ზამირ კოკესკირის საშინელი ტრაგედია. ეს მიზეზი არის
მიუხედავად იმისა, რომ რაციონალურად ვიცით, რომ ამ იმედს არავითარი საფუძველი არ აქვს, მაინც ამის გარდა არაფერი არ გვაქვს. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება რომ გქონდეს. თუმცა ამის უკან დგას ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ დევნილებს ჩვენი პირდაპირი დემოკრატიული წარმომადგენელი არასდროს არ აგვირჩევია. წარმოიდგინეთ, მთელი საზოგადოება ელოდება ხელახალ არჩევნებს და დევნილებისთვის ამ არჩევნებითაც კი არაფერი არ შეიცვლება. იცით რატომ? იმიტომ მაშინ დევნილება უნდა ვირწმუნოთ, რომ ვინც ახლა ბიძინა ივანიშვილს ურიგდება, გულისხმობ ახალ უმაღლეს საბჭოს და ახალ თეორიულ მთავრობას, ის არ გაურიგდება ახალ ძალას, რომელიც მანამდე ნაციონალურ მოძრაობასთანაც იყო გარიგებული. ყველასთან ყოველთვის იყო გარიგებული, ყოველთვის პოულობდნენ ეს ვეშაპები, მე ესე ვეძახი ხოლმე, ყოველთვის პოულობენ ეს ვეშაპები საერთო ენას ნებისმიერ ხელისუფლებასთან. ახლა წარმოიდგინეთ 300,000 ადამიანი, რომელსაც არავითარი წარმომადგენლობა არ გააჩნია, არავინმათ არ წარმოადგენს. წეგანი გითხეთ, რატო არის ისე 45 ლარი, როგორ შეება ამდენი ინფლაციის, ფული ლარი გაუფასურდა 5 ჯერ, მე აღდგა, მე ისევ დაწვა. ანუ ლარის მდგომარეობა იცვლება ყოველდღიურად და ეს თანხა არასდროს იცვლება. რატომ, ხო, როგორ? იმიტომ რომ რატო უნდა შეიცვალოს? აი რა წლიხი, რა ძალა და ინსტრუმენტები გვაქვს დევნილებს იმაზე, რომ ჩვენ რასაც ვითხოვთ, არათუ 45 ლარის გაზრდა, ადამიანი ბინასაც კი არ ითხოვდა. ადამიანი ითხოვდა, რომ ვიღაც შეხვედროდა და დალაპარაკებოდა. ხალხო, ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე ვლაპარაკობთ ახლა, რომ შენობიდან არ გამოვიდა ადამიანი, ერთი სულიერი, რომელიც ამ დონეზე სასო წარკვეთილ ადამიანს, რომელიც 32 წელი 18 კვადრატულში გაატარა თავის მეუღლესთან და 2 სრულწლოვან ზრდასრულ შვილთან ერთად. ამ ადამიანთან შემხვედრი არ გამოჩნდა არავინ და დამლაპარაკებელი. რატო დაელაპარაკება? ირაკლი კობახიძის სიძე რატომ დაელაპარაკება დევნილს? ვინ აირჩია ირაკლი კობახიძის სიძე? დავანებოთ ირაკლი კობახიძის სიძეს, ვახტანგ ყოლბაია ვინ აირჩია, რომელიც არის რა ვიცი, მე პირველად ნახე 2 კვირის წინ ტელევიზიაში და ვიკითხე ეს ვინ იყო. მე ჩემ თავზე იმიტომ მომყავს მაგალითად, რომ მე თუ არ მინახი ხარ ტელევიზორში და ინტერნეტში და არსად ვინ უნდა არ ვიცი მართლა მე გეძებ ლობირება არ გაუწევია თქვენი პრობლემებისთვის საჯაროდ ხო პარლამენტი იქნება ეს თუ სხვადასხვა ხდებოდა რაღაცა სათბურების პროექტი ვითომ რაღაც მიმწვანილეობით იყო დევნილები კოლექტიურად დაკავებული და ის კვლევაზე იყო დაფუძნებული რომ ჩვენ სათბური გვჭირდება საიდან მოაქვთ საერთოდ ესენი ეს წარმოდგენაც კი არ გვაქვს ამაზე მესამე არის სამშობლო პოლიტიკა რომელსაც წინა საარჩევნოდ ხო ყველამ ნახეთ რაც ხდებოდა წინა საარჩევნოდ ეს ბოდიშების კამპანია იყო იქ რაღაცა ომი და მშვიდობა იყო დევნილი სადგინახიათ, მათ შორის კრიტიკულ მედიაში დევნილი სადგინახიათ ამ თემას. ვინმე ვინც ლაპარაკობდა ომის გამოცდილებით. იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად გვჩვევია სამწუხაროდ ოკუპაციაზე ისტორიულ კონტექსტში ლაპარაკი, რომ 104 წლის წინ, 100 წლის წინ, 80 წლის წინ და აგერ ვართ ოკუპაციის ჩვენი გადაცემის მიზანი დღეს ზუსტად ეს იყო. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ აქ. და აქ ვართ ის ადამიანები, ვინც ოკუპაციით დავზიანდნენ. მაგრამ ვენერო არის მეორე ნაწილიც, მეორე ხედვაც, რაც მე და ელისომ აღმოვაჩინეთ საოკუპაციო ხაზთან, განწყობების თვალსაზრისით და მინდა რომ გაგიზიაროთ ახლა. მოდით მოვუსმინოთ შიდა ქართლიდან, საოკუპაციო ხაზიდან მოსახლეობის ნაწილის განწყობებს, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ. რაც ფიქრობს დღევანდელ ვითარებაზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე? ვითარებაზე არ ვარ და კვალიერო, ამიტომ დაიარა. ეს არის აბაიერ კურსი. რატო არ აკეთებენ? რატო არ აკეთებენ? აქ აიერი ზარი მოგწუთა. აი, მაგიტომ ვართ აქ, რო? რა და კვალიერო, ხელოსოფია 1300 კომუნია ვიო, 1300 კომუნია და არაფერ პატრონიერ. მე ჩაილურა ბავშვები ვერ დადიან სკოლაში. სკოლა ცენტრალური ხაზი ვერ დადიან ბავშვები. აი, მოგწუთა. ხელისუფლების პოლიტიკაზე რას ფიქრობთ? ოკუპაციასთან, რუსეთთან, ევროპასთან დაკავშირებით. რუსეთი კიდე ახლა კარგია ის. ცოტა ხალხი გაიტანეს რაღაც გავით. კარგია. არ ცოტა ფასი ქონდა ეს. ევროკავშირზე რას ფიქრობთ? და ვიცი. ის ქვეშა ვარ ან არ გადმოვიდნენ ან რაღაცა ახლა ახალი დაღუპული მყავს მაზლის სამთვიარაც დამეგვიყვა და ისა სასაფლაოზე გვეშინია ასვლა ვერავდივართ ყოველ დღე. საფლავი ხომ საქართველოს კონტროლირება ტერიტორიაზეა და რატომ გეშინიათ? რა ვიცი, საქართველოს ტერიტორიაზე იყო ლომისა და იმან რუსებმა მოკლეს თამაზგენტორი. დაცულობის შეგრძნება არ გაქვთ როგორც მოხდა. დაუცველად გწრობთ თავს. მიუხედავად იმისა, ამდენი პოლიციაა ჩვენი ინტერვიუებს ვერ ვწერთ ისე რომ პოლიციელი არ გამოგვეკიდოს. არ ვიცი, მე მეშინია ეს მიტინგები და ისინი რო არის რუსეთი არ გადმოვიდეს და ყოველდღიური ომის შიში.
დრამაში გეხმარებათ ხელისუფლება წმუნებული აბა აქეთ რომ მივცე წაიღებს აბა მე გვეხმარება ჩვენ სოფელს არ წმუნებული ხამ ისეთი რავი რითი ცხოვრობთ აბა რითი ცხოვრობ და პენსიები გვაქვს შილო დახმარება გვაქვს და იმას აბა როგორ ამყოფნის ამონტყოფი კაცი ინვალიდი თვალებიდან ინვალიდი წეებს და მეც კიდე ამ თვალიდან საერთოდ ვერ ავხედავ ივანიშვილი ხო ხშირად გვეუბნება აი გავზარდე პენსიებიო და არ ივანიშვილს თყვილად და არ ქოშვილო ხეგლეჯია ირა და არ ქეს ხეები მიაგდა ისაბე მამიდას რა მესაშვილო მე გამიკეთებს რა მესა ივანიშვილი მგელი რაhavი თყვი ლაპარაკმა მე რა ძალა მაქვს რა ძალა მაქვს მე უნდა მოგისმინონ ხო ერთი მეორეს უნდა მოусმინო და რო უსმენი შვილო აი ეგარი რატომ არ გისმენან ივანიშვილს რატო არ ესვის თქვენი აბა რატო არ ესმის ისა თავისას ლაპარაკობს და თავის ისმის კამი 2012-ში ხო გეუბნებოდათ მოვისმენ თქვენსასო გავიგებ რას მოისმენ არ რას აირჩიეს არათ რაზე აირჩიეს რა გააკეთა ეგარი მტაცებელი კაცი მტაცებელი ხალხი დაიჭიროი და ჩასხეს ციხეში როგორ თქვით ხეგლეჯია? ო ხეგლეჯია ვირასაყორელი ქალი. პრობლემა რამე არაფერი არ მაქვს რა პრობლემა სახლი მაგარი მაგარია ანა გასწორა ბოლომდე ძილამდე ისინი ხარ ყველა კაცო უკრაინა პუტინმა არ გაასწორა? პუტინმა ზელენსკიმ გაასწორა თქვენ მოგალატები ხართ თქვენ ახალგაზრდები და ხუცვა და სიკვდილი გინდა ჩვენ? ხე ზუსტად ხე კარგი. ვიდა ბორკილები და მე ეხლა წამიყვანე. არა, რატო უნდა დაგადოთ? ჩვენ არ ვადებთ ბორკილებს ამ ქვეყანაში არა. რა ზელენსკიმ გაუკეთა უკრაინა თქვენი გიდა საქართველოში. და პუტინს რატო არ ახსენებთ? აი, პუტინს რატომ არ ახსენებთ? პუტინი რაშუაში. ხო, აი, მოკლე ეპიზოდია, მაგრამ ძალიან ბევრი რამის მთქმელი ეს არის სოფელი, სადაც თამაზ გინტური ცხოვრობდა, რომელიც ოკუპანტებმა მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ სალოცავში იყო გადასული. ამ სოფლის მთლიანი განწყობა არ არის ცხადია ეს რამდენიმე ადამიანის პოზიცია, მაგრამ კარგად ჩანს, მაგალითად ოჯახი, რომელსაც სახლი ოკუპაციის დროს 2008-ში დაენგრა და ამ დრომდე ვერ მიაღწია ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში, რომ აუშენდეს და ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პუტინი რაშუაში, აი რომ შევაჯამოთ ვართ ასეთ მდგომარეობაში, სადაც ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიქცია, ვერც აფხაზეთიდან დევნილმა, ვერც იმ ადამიანმა, ვინც ოკუპაციის შედეგი იგრძნო 2008-ში. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ აიძულოთ ხელისუფლება, რომ დევნილებს მოგაქციონ ყურადღება? უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გააქტიურება, მაგრამ აქ უკვე ითქვა რა თქმა უნდა რომ არსებობს უამრავი მიზეზი, რაც ხელს უშლის ამ გააქტიურებას, იმიტომ რომ როცა ადამიანი ცხოვრობს რაღაც ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში წლების განმავლობაში, როცა მას არ აქვს შესაძლებლობა ეკონომიკურად განვითარდეს, არ აქვს შესაძლებლობა და ფსიქიკური მდგომარეობა, ჩვენ ხო ლაპარაკობთ ტრავმირებულ, ომით ტრავმირებულ მოსახლეობაზე, რომლის თვისაც არასდროს აი ამ ფსიქოლოგიურ მათ მდგომარეობას ყურადღება არასდროს არ მიქცეულა და დღემდე აი ამ ტრავმატიზირებულ გარემოში მათ უწევთ რა თქმა უნდა ცხოვრება. მაგრამ იცით მე მაინც მჯერა იმის რომ და მე ძალიან ხშირად მაქვს ურთიერთობა დევნილებთან, თავად ვარ დევნილი, ვმუშაობ დევნილებთან და მათ პრობლემებზე. ჩვენ ვართ ის კატეგორია ადამიანების მიუხედავად იმისა რომ მართლა ხშირად გვიყენებენ ძალიან კარგად ვიცით აი ამ რუსული და კრემლური იმპერიალიზმის აი ეს მადა და ის შედეგები რაც მან მოიტანა ჩვენთვის პირადად და ეს განგრძობითი გაუსაძლისი და ღირსებას მოკლებული ცხოვრება. მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვისაუბროთ დევნილთა პრობლემატიკაზე, უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ და მოვასმენინოთ საზოგადოებას და თავად დევნილთა საზოგადოებას იმ ნაწილის აზრი, აქტიური ნაწილის აზრი, რომელიც აუცილებლად
მოახდენს მათზე ზემოქმედებას. დღეს აუცილებელია ავტორიტეტი ადამიანების გამოჩენა რაღაცა პლატფორმებზე, რომლებიც შეძლებენ აი ამ მასის მობილიზებას. ჩვენ მართლა ძალიან ისეთ პირობებში ვცხოვრობთ, სადაც უკვე განცდაც გვაქვს, რომ არავინ არ ინტერესდება და ჩვენი კრიტიკული აზრი და კრიტიკული თავისუფალი აზრის მე მგონი აი ეს გამოაფხიზლებს, აი ეს იცით ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ლეგიტიმური უკვე იმიტომ რომ არ წარმოადგენს პრაქტიკულად დევნილთა მოსახლეობის ინტერესს, აი მათ ანგარიშვალდებულების მოთხოვნაზე უნდა იყოს უფრო მეტი აქცენტი გაგრესული და ამას უნდა აკეთებდნენ დევნილები. დასახლებას სადაც მივედი და არის ურო ეს ამ კონკრეტულ მომენტში საუბარი დავუტოვე ჩემი ნომერი და როცა გადაწყვეტენ რომ ისაუბრონ ამ ეთერითაც ვეუბნები რომ ჩვენი გადაცემა დაინტერესდება იმ ძალიან კონკრეტული შემთხვევით სადაც აი ხელისუფლების დამოკიდებულება და უსამართლობის მასშტაბი ძალიან თვალსაჩინოა, ამიტომ ამ პირობას კიდევ ერთხელ ვენერო აუცილებლად უნდა შეგაფასებინოთ ასევე ჩვენი რეპორტაჟის თავი აქცენტები თქვენთვის რა იყო ყურადღებები. ხო, ჩემთვის ლაპარაკობდა პოზიტივი. ლაპარაკობს და უჩვენებს პოზიტივი იყო ის პროპაგანდის ზალა იგრძნობოდა. კი, აბსოლუტურად. არათუ პროპაგანდის ზალა და არათუ შინაარსი ამის, არამედ სიტყვებით, აი მესიჯ ბოქსი რასაც ქვია, სიტყვიერ დონეზე, რაღაცა ზელენსკიმ ამოწყვიტა. შაბლონები რაც არის. აი მართლა პატარ-პატარა მესიჯები, რომლებიც ტრიალებს პროპაგანდაში. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ახლა ამ კაცის მოსაზრებებში ამის რაღაცა განსხეულება, ხო, კონკრეტული ადამიანი გველაპარაკებოდა იგივენით რაინითაც ლაპარაკობენ პოზიტივიზე და იმედზე. ამაში რა არის თავარი უბედურება? თავარი უბედურება არის ის, რომ მათ შორის 2008 წლის ომზე, რომელზეც ქართულ ოცნებას ჰქონდა უზარმაზარი კამპანია და ეს ომი დაიწყო საქართველოს და ამ ომში ჩვენი დამნაშავედ მონიშნოთ, რომელიც მე ნუ გრძელდება თქონდა უკრაინის ნაწილზე, რომ უკრაინაშიც ომი არის, როცა უკრაინის ბრალი და არა ზელენსკიმ დაიწყო. კი, თუ და ხართ დაკვირვებული, რომ აფხაზეთის ომზე ამას ვერავინ ამბობს. ან მათ შორის ქართული ოცნებისთვის მე არ მგონია რაღაცა ნამუსმა შეაწუხა და ამიტომ ვერ გადაწყვიტა ან აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონში მომხდარ. შეუძლებელია აქ იმის თქვა და რატომ იცით? იმიტომ რომ თუ იმის წარმოდგენა აქვს აფხაზეთის ომზე და წარმოდგენა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაზე, აი ძალიან ბუნდოვანიც კი ძალიან ზედაპირულიც, მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ყველა გუნაირი პოლიტიკა გქონია რუსეთთან. დათმობის პოლიტიკა, დაყვავების პოლიტიკა, დათბობის პოლიტიკა, შენი ჭირიმე შენ გენაცვალეს პოლიტიკა, ყოველგვარი პოლიტიკა. აფხაზეთის ომი როცა მოხდა, რაც ვერავინ იტყვის, რა წინაპირობა ჰქონდა, ან რომელი deep state-ი თუ ომის პარტია ებრძოდა საქართველოს და რაღაცა მოუწოდებდა ომისკენ, ხო? ამიტომ არის რომ მაქსიმალურად ცდილობენ რომ მიჩქმალონ ის გამოცდილებები, რომლებზეც პროპაგანდისტული მესიჯები არა აქვთ და უბრალოდ შეუძლებელია რომ მოარგონ აი ამ დიდ მეტანარატივს, რაც აქვთ ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით, ამიტომ უბრალოდ არ ლაპარაკობენ აფხაზეთის ომზე მაგალითად. და უბრალოდ ამბობენ რომ რაღაცა ჩვენ იმ ბოდიში ხურდაში მოვყევით აფხაზეთიდან დევნილები და ზოგადად აფხაზეთის ომი, იმიტომ რომ ლაპარაკობდა ეთნიკურად ოსებზე და ლაპარაკობდა ცხინვალის რეგიონზე ძირითადად ამაზე იყო აქცენტირებული და 2008 წლის ომზე იყო აქცენტირებული. საბოლოო ჯამში ეს ერთ რამეს გვეუბნება ძალიან კონკრეტულად. ვინმეს თუ შეუძლია ვინმესთვის იმის მოყოლა, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ამის რუსულობა საერთოდ, რა განსხვავებაა მათ შორის ეთნოკონფლიქტსა და ომს შორის, შეუძლია რომ დაილაპარაკოს დევნილებს და მოუყვეს, ყველა დევნილი მოუყვება ამის შესახებ.